დიდან მარიამ ვაშაძე საუბრობდა და დრო ჩვენ დღევანდელი გადაცემის მთავარ თემაზე გადავიდეთ. საქართველოში უკვე ამოქმედა პირველი ახალგაზრდული საინფორმაციო პორტალი. მხოლოდ ერთ ვებ გვერდზე ყოველგვარი ზედმეტი ძალისხმევის და წვალების გარეშე CSP Info-ზე შეგიძლიათ მიაკვლიოთ ნებისმიერ ინფორმაციას, რაც საინტერესო იქნება ახალგაზრდებისთვის და სტუდენტებისთვის. უფრო დაწვრილებით ამ ახალი ვებ გვერდის შესახებ ანა მეზრიშვილი მოგიყვებათ. დეტალებს კი დავაზუსტებთ ჩვენ სტუმრებთან ერთად რამდენიმე წუთში. CSP Info-ი ანუ პირველი ახალგაზრდული საინფორმაციო პორტალი საქართველოში რამდენიმე დღეშია მოქმედდება. ეს იქნება ვებგვერდი, სადაც სტუდენტებს საგანმანათლებლო პროგრამების, გრანტების, საზღვარგარეთ სწავლის და საინტერესო ახალგაზრდული პროექტების შესახებ ინფორმაციის მიღება შეეძლებათ. საიტის შექმნის იდეა პროგრესული კომუნიკაციების ასოციაციას ეკუთვნის. ძალიან ბევრი ახალგაზრდული ორგანიზაციები, რომელსაც ძალიან ბევრი პროექტები აქვს ახალგაზრდებისათვის და ისინი თავენ ვებგვერდზე მართალია ანთრესობენ ამ ინფორმაციას, მაგრამ ფართო ახალგაზრდების სპექტრისთვის არ იყო ეს ხელმისაწვდომი. CSP Info-ი იქნება ახალი სივრცე ქართული ახალგაზრდებისთვის ქართულ ინტერნეტ სივრცეში, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართულ ახალგაზრდებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ ამ სივრცეში მოიძიონ მათთვის საინტერესო ინფორმაცია. ანუ განთავსდება ძალიან ბევრი სახის ინფორმაცია, როგორც არის სიახლეები, სტატიები, ვაკანსიები, გაწვრთნილი პროგრამები, სხვადასხვა სახის ღონისძიებები. ვებგვერდი არ იქნება მხოლოდ კონკრეტულ მიმართულებებზე ორიენტირებული, ამიტომ ნებისმიერი პროფესიის ახალგაზრდას დააინტერესებს. ახლა CSP Info-ისთვის სტატიებს ამზადებენ, რომლებიც საიტზე გახსნისთანავე განთავსდება. პროექტი ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდმა დააფინანსა. აქ იქნება ინფორმაცია ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროგრამის შესახებ, რომელსაც ახორციელებს ევროკავშირი, ეს არის სახელწოდებით Erasmus+. იქნება კალენდარული სისტემით დალაგებული ინფორმაცია ყველა იმ ღონისძიებების შესახებ, რომელიც ხორციელდება როგორც ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის მიმართულებით, ასე ვთქვათ, განხორციელებული ღონისძიებები და ახალგაზრდას, რომელსაც უნდა გაიგოს ინფორმაცია ნებისმიერი მიმართულებით, რაც ეხება ახალგაზრდულ პროგრამებს, იქნება ხელმისაწვდომი. საინფორმაციო პორტალის პრეზენტაცია რამდენიმე დღის წინ გაიმართა. ვებგვერდთან სხვადასხვა არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციები აქტიურად თანამშრომლობენ, რომლებიც ახალგაზრდულ ღონისძიებებზე და პროგრამებზე საიტს თავიანთ ინფორმაციებს აწვდიან. მოკლედ, ეს იქნება ვებგვერდი, სადაც სასურველი ინფორმაციის მიღება მარტივად ერთ სივრცეში შეგვეძლება. შემოგვერთნენ სტუმრები, წარმოგიდგენთ თამარ კაკობაოს, რომელიც გახლავთ პროექტის მენეჯერი და ასევე მასთან ერთად მასპინძლობთ თამარ კიკვაძესაც, რომელიც პროექტის კოორდინატორია დილამშვიდობის და ძალიან დიდი მადლობა ჩვენთან სტუდიაში მობრძანებისთვის. თამარ, მოდი დავიწყოთ თქვენგან. ძალიან კარგია, რომ ასეთი ვებგვერდი შეიქმნა და ალბათ მე როგორც ვფიქრობ, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც გახდა საჭირო, რომ ასეთი პორტალი ყოფილიყო საქართველოში, არის ის, რომ ერთად ყოფილიყო თავმოყრილი ყველა ის ინფორმაცია, რაც საინტერესოა, პრობლემატურია და მნიშვნელოვანი ახალგაზრდებისთვის და სტუდენტებისთვის. თუმცა შესაძლოა სხვა მიზეზიც ჰქონდათ და გითხარით ამის შესახებ. რა თქმა უნდა, მოგესალმებით, დიდი მადლობა გადაცემაში მოწვევისთვის. მიზანი, რისთვისაც შეიქმნა ეს ვებგვერდი, არის ახალგაზრდებისთვის ყველანაირი ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და ინფორმაციის მიღების გაადვილება. განსაკუთრებით საერთაშორისო მიმართულებით, რადგან ახალგაზრდებს სამწუხაროდ გონიათ, რომ საზღვარგარეთ გაცვლით პროგრამებზე სასწავლებლო წასვლა დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული. არ იციან როგორ მოიძიონ ინფორმაცია, რომელ ვებგვერდებზე მოიძიონ, ვის დაუკავშირდნენ. შედეგად ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ შევქმნათ კომფორტი, ეგრეთ წოდებული კომფორტი და ერთ სივრცეში განვათავსოთ მათთვის საინტერესო ყველანაირი ინფორმაცია გაცვლით პროგრამებზე, საზღვარგარეთ სწავლის საშუალებებზე, ადგილობრივ ღონისძიებებზე, კულტურაზე, ხელოვნებაზე და სოციალურ თემებზე, სოციალურ პრობლემებზე, განსაკუთრებით იმ თემებზე, რაც არის სტუდენტებისთვის, მოსწავლეებისთვის აქტუალური და პრობლემატური. ეს ყველაფერი ერთად მოიყრის თავს, იქნება ბლოგის ინტერაქტივი სისტემა და ახალგაზრდებს ექნებათ გამოხატვის საშუალება და ექნებათ საშუალება დააფიქსირონ საკუთარი აზრი და ჩვენ მათი აზრის შესაბამისად ვიმოქმედებთ მომავალში, რათა
მივაწოდოთ ყველა ის ინფორმაცია, რაც მათ სურთ. რაც აუცილებელია. ეს უნდა მეკითხა თქვენთვის, რომ გასაგებია თქვათ ზოგადი საკითხები, რაც ისედაც ერთი შეხედვითაც საინტერესო იქნება განსაკუთრებით სტუდენტებისთვის, თუნდაც რაც ეხება სწავლას საზღვარგარეთ, გრანტების მოძიებას და ასე შემდეგ. თუმცა არის ხოლმე რაღაც ისეთი დეტალები, რაც თქვათ მცირე ჯგუფისთვის არის საინტერესო, მაგრამ აუცილებელია რომ საიდანღაც ამასთან დაკავშირებით მიიღონ ინფორმაცია. როგორ ხდება იმის გამოკვლევა, თუ რა ტიპის ინფორმაციაზეა უფრო მეტად მოთხოვნა ახალგაზრდების და სტუდენტების მხრიდან? რაც შეგვეძლო, გავაკეთეთ ის, რომ პრეზენტაციის დროს ჩავატარეთ ერთგვარად გამოკითხვა და ახალგაზრდებისგან მივიღეთ გარკვეული რჩევა დარიგებები, რომელი თემები უფრო აინტერესებთ, მათთვის აქტუალური რომელია უფრო და ნაკლებად საინტერესოც რომელია ისიც გავიკეთეთ. ამას ჩვენ აუცილებლად გავითვალისწინებთ, იმიტომ რომ შემდგომში უფრო მეტი დაინტერესება გამოიწვიოს ახალგაზრდების და ერთგვარად ჩვენც გვაქვს რაღაც მონახაზი, რომელიც გვინდა რომ უფრო პრიორიტეტული იყოს ახალგაზრდებისთვის და ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, მაგალითად როგორც არის განათლების სფერო. ასევე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ჩვენ მუნიციპალიტეტებთან გვაქვს ძალიან ახლო ურთიერთობა და ვცდილობთ რომ მათგან მივიღოთ ინფორმაცია, იმიტომ რომ საქართველოს რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის გვინდა რომ რაღაც უფრო ადვილად ხელმისაწვდომი იყოს ინფორმაცია და ისინი არ იყოს ერთგვარად ვაკუუმში, ანუ გვინდა რომ ახლო კავშირი იყოს ცენტრში მცხოვრებ და პერიფერიებში მცხოვრებ ახალგაზრდებს შორის და ამაზე ჩვენი მოხალისეები უკვე აქტიურად მუშაობენ, აქვთ მათ კავშირი იქაურ ახალგაზრდებთან და უკვე იწერება კიდევაც სტატიები ძალიან საინტერესო, რომელსაც უკვე შემდგომში ნახავს ჩვენი. და გარდა მუნიციპალიტეტების ჩართულია თუ არა, თქვათ საქართველოში არსებული უნივერსიტეტების რაღაც ნაწილი, ან შეიძლება ყველა, ვინც კარგად იცის რა აწუხებს დღევანდელ თანამედროვე სტუდენტობას. უნივერსიტეტები რა თქმა უნდა ჩართულები არიან, ვერ ვიტყვი რომ ყველა, მაგრამ ჩვენი მაგრამ იმედი გვაქვს რომ დანარჩენები შემოგიერთდებიან. ნამდვილად. ჩვენი ორგანიზაციის წევრები, მოხალისეები მუშაობთ აქტიურად, რომ დავამყაროთ კარგი ურთიერთობა უნივერსიტეტებთან და მათგანაც მივიღოთ ყველანაირი ინფორმაცია. და ანუ ჩვენ რამდენიმე წლის წინ, დაახლოებით 2 წლის წინ ჩავატარეთ კვლევა უნივერსიტეტების თვითმმართველობებზე, რის შედეგადაც კარგად ვიცით რა არის სტუდენტების საჭიროება, რა უნდათ მათ მიიღონ თვითმმართველობებისგან, რა უნდათ მათ მიიღონ უნივერსიტეტისგან და ამ კვლევის საფუძველზე ჩვენ შეგვიძლია მათთვის საინტერესო მასალები მოვამზადოთ. ამჯერად ვინ ზრუნავს იმაზე, რომ ვებგვერდი იყოს სრულყოფილი, ანუ ვისთან თანამშრომლობთ, უბრალოდ ვის შეთავაზეთ, რომ ის თანამშრომლობს თქვენთან? არიან ესენი მხოლოდ სტუდენტები, არიან პროფესიონალებიც? სტუდენტები არიან და ეს ჩვენთვის კიდევ უფრო კარგია, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ყველანაირად ჩაბმულები არიან და გააქტიურებულები სტუდენტები. ეს არის სტუდენტი, რომელიც თან სწავლობს, ძალიან ესეთი კომპეტენტურია ამ საკითხში და გვეხმარება ჩვენ საიტის შექმნაში და მის გამართვაში. და ჩვენი მოხალისეებზეც უნდა ითქვას ის. ისინი ძალიან აქტიურად მუშაობენ და ძალიან დიდი დაინტერესება გამოიწვია სტუდენტებში, ახალგაზრდებში, ჩვენმა მოხალისეობრივმა მუშაობამ და ეს ძალიან გვახარებს, იმიტომ რომ გვინდა რომ ეს დავამკვიდროთ, ასე ვთქვათ, როგორც მოხალისის ინსტიტუტი. ანუ საქართველოში დღეს აუცილებელია რომ ახალგაზრდებმა მიიღონ რაღაცა კუთხით გამოცდილება და სწორედ ამისთვის ყველაზე კარგია იყვნენ მოხალისეები, სანამ რამე ანაზღაურებად სამსახურს იშოვიან, რათა დააგროვონ გამოცდილება სხვადასხვა ორგანიზაციებში. პრაქტიკაში აჩვენონ თავიანთი შესაძლებლობები. კი ბატონო. მე როგორც წავიკითხე ამ თქვენს მოკლე ინფორმაციაში წინასწარმონაცემებში, გარდა იმის რომ ბლოგები დაიწერება, იქნება ასევე სიუჟეტები. ანუ გაქვთ თუ არა შესაბამისი თქვა ტექნიკა, ასევე ის ადამიანები, ვინც ფლობს ამ ტექნიკაზე, შეუძლია რომ სიუჟეტი მოამზადოს და ეს ყველაფერი შემდეგ უკვე ვებგვერდზე ატვირთოს. ტექნიკასაც შეეხება ძალიან დიდი რესურსი არ გვაქვს სამწუხაროდ, იმიტომ რომ არის დაბალ ბიუჯეტიანი პროექტი და ფაქტიურად მოხალისეებად მუშაობთ, მაგრამ ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციების წყალობით, ასევე ჩვენი შესაძლებლობებით, ჩვენ მოვამზადებთ და უკვე გვაქვს მზად რამდენიმე ვიდეორგოლი, შემდგომში მომზადდება შემეცნებითი ვიდეორგოლები სტუდენტებისთვის, რომელიც პირველივე, ანუ საიტის ამუშავებისთანავე დაიდება
და ექნება საზოგადოებას ნახვის საშუალება. ერთ-ერთია მაგალითად ორგანიზაცია კავშირი დიასპორის ფილმები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებზე და მათ მშობლებზე. ერთ-ერთი პირველი იქნება ეს. კი ბატონო, თამარ, თავად აღნიშნეთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ სტუდენტებისთვის, რომელსაც თქვენ მოხალისეები უწოდეთ, ხო, დააგროვა პრაქტიკული გამოცდილება. შეუძლიათ თუ არა დაინტერესებულ პირებს მოგმართონ და ჩაერთონ და ითანამშრომლონ თქვენთან ერთად. თუ უკვე შეირჩა ის ადამიანები, ვინც გჭირდებოდათ და დაასრულეთ აქ. თავისთავად ეს მოხალისეობრივი პროგრამა მაქსიმუმი არის იმისთვის, რომ ჩვენგან სერტიფიკატი მიიღონ, არის 2 თვიანი. 2 თვის შემდგომ შეუძლია სერტიფიკატსაც გასცემთ. აუცილებლად. დამადასტურებელი მოწმობა. დამადასტურებელი და ერთგვარი მადლობის ნიშნად შეიძლება ითქვას. აუცილებლად 2 თვის შემდეგ ჩვენ ველოდებით ახალ ეტაპს მოხალისეების და ყველა საფრთხეს ღიაა და ყველა შეუძლია მიიღოს მონაწილეობა, ვინც დაინტერესდება ამით. ძალიან ბევრი უცხოენოვანი სტუდენტია საქართველოში. მათთვის რამდენად ხელმისაწვდომი იქნება? ანუ მხოლოდ ქართულად არის ვებგვერდი თუ შესაძლებელია რომ სხვა ენაზეც წავიკითხოთ? პირველ ეტაპზე სამწუხაროდ ეს იქნება მხოლოდ ქართულად და შემდგომში ჩვენ გვაგმართ გაფართოებას და აუცილებლად ნებისმიერი მსურველისთვის იქნება ინგლისურადაც მისაწვდომი. ხელმისაწვდომი. როგორც წესი, ყველა პროექტს აქვს თავისი ვადა. რა პერიოდზეა გაწერილი თქვენი პროექტი და ფიქრობთ თუ არა რომ შესაძლებელი იქნება მისი გაგრძელება სამომავლოდ, ალბათ პირველ რიგში იმ შემთხვევაში თუ გაამართლებს და სავარაუდოდ უნდა გაამართლოს. ეს პროექტი გრძელვადიანია. პირველი ეტაპი არის 7 თვიანი, მაგრამ ეს აუცილებლად უნდა გაგრძელდეს, რადგან ვებგვერდის შექმნას რაღაცა გარკვეული პერიოდი ჭირდება, მასალების შეგროვება, შემდეგ უკვე აქტიურად დამუშავებას, დამთანხმებით ალბათ რომ ძალიან დიდი დრო ჭირდება. უნდა დაამტკიცოთ რაღაც პერიოდში რომ ნამდვილად. რადგან ეს არის ახალგაზრდების ინტერესებზე აგებული და დღეს სამწუხაროდ ძალიან დიდი პრობლემები აქვს ახალგაზრდებს სოციალური თუ კულტურული კუთხით, ეს აუცილებლად უნდა გაგრძელდეს და მუშაობდეს უფრო აქტიურად. ამისთვის ჩვენ უკვე მუშაობთ სხვადასხვა დონორებთან და ვცდილობთ უფრო გაფართოებას. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა გისურვებთ წარმატებას და დიდი იმედი მაქვს რომ მართლაც გაამართლებს ახალი ვებგვერდი CSP.info.gr. ხო სწორია? სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს შეუძლია რომ ყოველგვარი ზედმეტი წვალების გარეშე და სხვადასხვა საიტებზე ძებნის და ძიების გარეშე ერთ ადგილას ერთ მისამართზე მიაკვლევს ნებისმიერ ინფორმაციას, რაც აინტერესებს ახალგაზრდებს და სტუდენტებს. ჩვენი სტუმრები იყვნენ პროექტის ავტორი თამარ კაკუბავა და პროექტის კოორდინატორი თამარ კიკვაძე. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ჩვენთან სტუდიაში მობრძანებისთვის. ნახოთ რეკლამა, რამდენიმე წუთში დავბრუნდებით, დაგველოდეთ.